საღამომშვიდობის დღეს არის 10 ნოემბერი, გარბის დრო, ახალი წელიც მოდის. კარებს მივხურავთ, რა ხმაური შემოდის. მოვალ ეხლავე ესე იგი ეხლა მოვედი სამსახურიდან, გაიღო კარი. დღეს ძალიან დატვირთული დღე მქონდა. ეხლა მოვედი სამსახურიდან, სათვალე საშინლად გასაწმენდია. აი სათვალე რო აღარ მიკეთია, უკვე რა საშინლად გძნობ თავს, იცით? აი ცხვირზე მაწვება სიმძიმე რაღაცნაირად, სათვალე რო არ მიკეთია. ხო, ჯერ გაჩვენებს რა ვიყიდე და მერე მოგიყვებით დღევანდელი დღის ამბებს, რა მოხდა, როგორ მოხდა ყველაფერს. ხალვა ვიყიდე, აქციაში იყო და მე ხო ხალვის მონავარ, ძალიან მიყვარს ჰალვა, მაგრამ ეს არ არის კარგი, ძალიან ქვასავითაა და ძალიან იფშნება, მაგრამ აქციაში იყო და როგორც კი დავინახე, ეგრევე მომინდა. შაქარი ვიყიდე, შაქარი არ მაქვს, დამიმთავრდა და გუშინ მომიწია უშაქრო ჩაის დალევა, ნახევარი კოვზი შაქრით ჩაის დალევა მომიწია გუშინ და რატომღაც ჩიფსი მომინდა ძალიან, დიდი ხანი აღარ მიჭამია, ჩიფსი მომინდა ძალიან და ვიყიდე ესიც აქციაში იყო, შაქარიც აქციაში იყო, ჰალვაც აქციაში იყო და 6 და რაღაცა გადავიხადე ერთად 6 და 50 მე მგონი. ეხლა საშინლად მწყურია. წვენს და ვისხავ. და მოგიყვებით დღევანდელ ამბებს უცებ, იმიტომ რომ უკვე პირველის 20 წუთია. ნახევარიც. შეიძლება იყოს პირველის ნახევარიც. არა სპრაიტზე ვგიჟდები, კოლასაც მირჩევნია, ფანტასაც მირჩევნია, სპრაიტზე ვგიჟდები. დედაჩემსაც ძალიან უყვარს სპრაიტი. მართალია გააფუჭეს, ესეც გემო გაუფუჭეს, მაგრამ ცუდი არ არის. ესე იგი დღეს დილას გავიღვიძე 7 უკლდა 20 წუთი. წავედი სამსახურში, მაღაზია გავაღე. მერე მენეჯერი რომ მოვიდა, გამიშვა, კლინიკაში ვიყავი ჩაწერილი, სახელი და გვარი არ მახსოვს მართლა. არც კლინიკის სახელი არ მახსოვს. არც კლინიკის სახელი არ მახსოვს, არც იმ ექიმის სახელი არ მახსოვს, მაგრამ ნათესავმა წამიყვანა და ძალიან კარგი ექიმია მართლა, ანუ ყველაზე მეტად მაგას აქებენო, ეგრე მითხრა და რიგები ედგა თან, ცოცხალი რიგი, ჩაწერები, რამდენი ხალხი უცდიდა, იცი? თან საოპერაციოზე გარბოდა, თან რიგები ედგა. ესე იგი მივედით თუ არა, ჩვენ ჩაწერილები ვიყავით უკვე თითქმის 1 კვირის წინ ჩავეწერეთ. კლათ 1 კვირა არა, მაგრამ 4-5 დღის წინ ჩავეწერეთ წინასწარ და ესე იგი 10 წუთი დაგვაგვიანდა და საოპერაციოზე შევარდა მოკლედ და ოპერაციას აკეთებდა, მოგვიწია ლოდინი, მაგრამ ჩვენ რა ლოდინი მოგვიწია, ჩვენთან შედარებით სხვები ძალიან დიდხანს იცდიდნენ რა. შევედით, გავესინჯე და პირველ რიგში რაც მითხრა, გვერდით კლინიკაში საავადმყოფოში გაგვაგზავნა
სახეზე გადაიღეთო, არ მახსოვს რა ქვია მაგ გადაღებას, მე ზოგადად მედიცინაში და ბიოლოგიაში ვერ ვერკვევი, მართალია ფსიქოლოგობა მინდა და ფსიქოლოგობა რო გინდა, ფსიქოლოგობა მინდა რა, ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ და ესე თუ ისე ბიოლოგიაც უნდა იცოდე, როცა ფსიქოლოგიაზე სწავლობ, მაგრამ ეგეთი მეებში ვერ ვერკვევი რა, სახელებში. მე მარტო ვიცი სტომატოლოგი, კბილის ექიმი როა და ისა, ეხა ისიც დავიმახსოვრე, ცხვირის ექიმი, ეგეც დამოვიწყდა. ხო რა, მოკლედ ეგეთ სახელებში ვერ ვერკვევი მე, გაგვაგზავნეს, გადავიღეთ მთლიანი სახე, დისკზე ჩაგვიტვირთა იმ კაცმა, გაგვატანა, შევედით ამ კაცთან და გახსნა კომპიუტერში და საშინელი მდგომარეობაა რა, აი მე თვითონაც რო ვაკვირდებოდი, მე ხო ვერ ვერკვევი ეხა იმის წაკითხვა, მე რა ვიცი. ანუ ვაფშე აზზე არ ვარ იმას როგორ კითხულობენ რა, თვითონ ფოტოს. სადაც მოჩანს ეს შიგნითა ნაწილი მთლიანად ძვლები და ყველაფერი. მაგრამ რო დავინახე, ეგრევე მივხვდი, ამ თვალში სიშავეები მოჩანდა, ცხვირში, აი ცხვირი იყო, რასაც ქვია, ესე დაკლაკნილი შიგნიდანაც, აი აქაც, აი ესე რაღაცნაირად მოკლედ საშინლად. ცხვირში იყო საშინელი მდგომარეობა. და ესეთი რაღაც გითხრა, რომ გარეგნობის მხრივო დიდად სასწაული გამოვა ეს ცხვირიო, ვერ გეტყვითო, მაგრამო რაღაცა შედეგი იქნებაო რა და ცოტა მანდ იმედები გამიცრუდა, ეხა მე ისედაც ვიცი, რომ ჩემი ცხვირი რომ მარტივი საოპერაციო არ იქნებოდა, მაგ ყველაფერს ვიაზრებდი, მაგრამ ამდენი გამოკვლევები და ამდენი ამბები თუ დაჭირდებოდა, ამ ყველაფერს მართლა არ მეგონა. მოკლედ, ამ თვალს ოპერაცია არ უშველისო, ამ თვალს არ ჭირდებაო ოპერაციაო. ცხვირის გარეგნობას დიდად არაფერი არ ეშველებაო და ნერვები მეშლება ხალხო, ანუ სასწაულებს აკეთებენ მართლა, რავი, რას აღარ აკეთებენ, მართლა დაშლილ ხალხს აწყობენ ავარიაში რომ მოყვებიან და მართლა ნაწილებად რო არიან დაშლილები, ეგეთ ხალხს აწყობენ, იმდენად ძლიერი ექიმები არიან და ეს გულისხმობ უფრო უცხოეთში ისეთ ქვეყნებს, სადაც თქვათ ეს ყველანაირი ესა ძალიან კარგად იციან რა. ხო და რა ვიცი, ესე იგი ჯერ ბრეკეტებზე მინდა ჩაწერა ახლო მომავალში, ეგეც კითხა ჩემ მანათესავმა, რომ ბრეკეტები ხო არ შეუშლისო ცხვირის ოპერაციაში რამეს ხელსო და ეხლა აპირებთო გაკეთებასო, თავიდან ისე თქვა, მეთქი შეიძლება ხელი შეუშალოს თქო, მაგრამ არაო, არაფერში ეგ არ შეუშლის ხელსო, ბრეკეტები არანაირად ცხვირის ოპერაციას ხელს არ შეუშლისო, მოკლედ და ჩემ მანათესავმა ახსენა რომელიღაცა ქირურგის სახელი რა და მაგის სახელი რო გაიგონა, ეგო სასწაულებს იდენსო რა, ეგრე თქვა. ეგო სასწაულებს იდენსო, გარეგნულათო მართლა სასწაული შედეგები გამოყავსო და ძალიან კარგად აკეთებსო ცხვირსო, მაგრამ შიგნით რა შვებაო, მაგას ვერ გეტყვითო რა, ესეთი რაღაცა თქვა. და მერე ჩემ მანათესავმა არ იცოდა, რომ თვითონ ეს კაცი გარეგნულ ოპერაციასაც აკეთებდა რა, ცხვირის გალამაზებასაც თუ აკეთებდა, არ იცოდა ჩემ მანათესავმა და მაგიტო ახსენა სხვა ქირურგის გვარი. ხო და რადგანაცო ეგ ახსენეთო მაგის გვარიო, ალბათ ვიღაცისგან გსმენიათო, რომ კარგი ქირურგიაო და ისე მეც ვაკეთებო მაგასო. ой, მართლაო, ჩემი ნათესავი ეუბნება, მე არ ვიცოდიო თქვენც თუ აკეთებდითო ამასო, თორეო, რავი რა, არ ვიცოდი თქვენც თუ აკეთებდითო მაგასო და
ხო რა ვიციო, რადგან ახსენეთო მაგის გვარიო, მიდითო კონსულტაციაზეო, რა პრობლემაო, პირიქით შეაქო იმ კაცმა, ანუ გინდა თუ არა ჩემთან გაიგეთეთო ოპერაციაო, არ უთქვამს, შეაქო იმ კაცმა, გარეგნულათო ძალიან კაი შედეგებს დებსო, მაგრამ შიგნით ცხვირს რამდენად ცხვირის სირთულეს რამდენად გაუმკლავდებაო, ანუ სუნთქვის მხარეს მაგას ვერ გეტყვითო. ხო და სავარაუდოდ როგორც მე დავფიქრდი, ჯობს რომ ამ კაცთან ვისთანაც დღეს ვიყავით გავიკეთო, თქვათ სუნთქვის პრობლემა მოვიგვარო, ანუ ძგიდის გასწორება და გარეგნული, ესე ვთქვათ, ცხვირის გალამაზების ოპერაცია გავიკეთო მეორე ქირურგთან, რომელთან კონსულტაციაზეც კიდე ცალკე ვართ მისასვლელები. იმიტომ რომ თვითონ ამ კაცმა შეაქო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც აკეთებს ამ ოპერაციას, ამ კაცმა შეაქო და სასწაულ შედეგებს იდენს, სასწაულებს აკეთებსო, მოკლედ, სასწაულებს ჩადისო. ხო და რავი, ესეთი სიტუაცია გქონდა, მერე დრო წაიღო ამ ექიმებში სირბილმა და ამის მერე ისევ სამსახურში გავედი, როგორც კი მორჩით იქ საუბარს და გადაღებას და გამოკვლევას, ეგრევე გავედი სამსახურში და ეხა მოვედი სახლში. ხო, პლუს ამას იქვე იყო აფთიაქი და ჩემმა ნაცისავმა მაყიდია მართლა ძალიან კაი წამლები. ანუ ისეთი წამლებია, რომ დღეში ერთი ცალი უნდა დალიო რა და მე დღეს ჩემთვის იყო პირველი დღე, როცა ეს წამლები დავლიე თითო ყველა და უკვე პირველ დღეს შუა დღეს ხო დავლიე და რავი, რამოდენიმე საათში უკვე იმხელა ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და მართლა შიგნით ორგანიზმის წმენდა იმდენად ვიგრძენი პირველივე გამოყენებაზე, რომ შოქში ვარ მართლა და წარმოიდგინეთ 30 დღე და 60 დღე რო ჩაიტარებ ამ პროცედურას, მერე გაგიზიარებთ კიდე ჩემაზრს. ეს არის თევზის ქონისგან შემდგარი წამალი. საშინელი სუნი აქვს, ბოდიშით, მაგრამ თქვა თუ არა არ ვიცი. სათევზაოდ რო დავდიოდი ხოლმე ბავშვობაში და ჭიას რო ვაგებდი იმაზე, რა ქვია, ანკესზე და ხელებზე რო სუნი ამივიდო და ეგეთი სუნი აქვს. ესეთი დიდი ბრტყელი ტაბლეტებია, რამდენად გამოჩნდება არ ვიცი. დიდი ბრტყელი ტაბლეტებია და არის 60 ცალი. ერთი ეს და არაო, ეს ორი დავლიე. ხო, ეს ორი ცალი უნდა დალიო, კი. ეს დღეში ორი უნდა დალიო, 60 ცალია და 30 დღე ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ თევზს დასანახად ვერ ვიტან, როგორც კი ახსენა ჩემმა ნათესავმა, რომ თევზის ქონის შეიცავსო წამალიო, ფუ მეთქი თევზი არ მიხსენო თქო, მაგრამ დავლიე და რავი, ეხა თევზს ვერანაირს ვერ ვიტან და საერთოდ ვერანაირს ვერ ვჭამ, საერთოდ თევზის ატანა არ მაქვს, მაგრამ ეხა წამალი მაინც სულ სხვაა რა, ჩვეულებრივად გადაყლაპავ წყალს და აყოლებ და ეგ არის. თან მით უმეტეს მხედველობასაც ძალიან უხდება, მით უმეტეს თევზს და თევზის ქონს ძალიან ბევრი ვიტამინები აქვს და მე რადგანაც ბუნებრივად არ ვჭამ თევზს, წამალი შემცვლელია, ესე ვთქვათ. ორი ცალი ეს დავლიე დღეს. ეს არის დეტრივიტი, მაქსი, ვიტამინი D3, ესეც დღეში ერთი, ეს უფრო, ესე ვთქვათ, D ვიტამინია რა, D3 მზის,
მზე რა ვიტამინსაც გაძლევს, მაგ ვიტამინს შეიცავს ეს წამალიც. ერთი ეს დავლიე, ეს არის 30 კაფსულა, დღეში ერთი კაფსულა უნდა დალიო და ეს ვიყიდე კიდე. სხვათა შორის პირველად ვნახე, ყოველთვის მინდოდა იმისი საკვები დანამატების ყიდვა რა, თვითონ ანუ სპორტსმენები რასაც მიირთმევენ, ფხვნილს რო ურევენ შეიკებში რაღაცეებში და რომ მიირთმევენ ეგეთი საკვები დანამატების ყიდვა სულ მინდოდა, მაგრამ აფთიაქებში არ ქონდათ ხოლმე და დღეს რო დავაკვირდი, ავერსის აფთიაქში ბევრნაირი კრეატინი და საკვები დანამატები, ფხვნილებიც და ტაბლეტებიც ქონდათ და რატომღაც ვამჯობინეთ ტაბლეტის ყიდვა. და ჩვეულებრივი, ანუ იგივეა რა, ეს არის 60 ცალი, დღეში ერთი ცალი უნდა დალიო ესეც ჭამის შემდეგ. იგივე ფხვნილია უბრალოდ კაფსულაში მოთავსებული რა. და ესეც დავლიე დღეს მოკლედ და ჩემი ნათესავის თქმის არ იყო იფრენო და დავფრინავ მართლაც. ეს ის არის რა ქვია, ჩემი თვალის წვეთი და ცხვირის სასუნთქი, მოკლედ აი ესე დავდივარ წამლებით. და რავი, თურმე ძალიან კარგი ყოფილა, რომ აი ჩემი თავისთვის მოვიცალე და ექიმებში სასიარულად მოვიცალე და ძალიან დიდი მადლობა ჩემ ნათესავს, რომ მიუხედავად ანუ დღეს რო წარმოიდგინეთ სტუდენტი ვარ, არც ოჯახი არ მაწუხებს, არც შვილი არ მაწუხებს, არც არავინ და არაფერი არ მაწუხებს, მაგრამ მაინც არასდროს არ მაქვს დრო თავისუფალი და ეს ჩემი ნათესავი ოჯახიც ყავს, შვილიც ყავს, სამსახურიც აქვს და მაინც იცლის ჩემთვის, რომ ესე ექიმებში მარბენინოს და მით უმეტეს ძალიან დიდი დრო და ენერგია მიაქვს ექიმებს და ფულიც საკმაოდ მიდის, კარგად გაფრინდა მართლა ფული, იმიტომ რომ დედიკოა რა თქმა უნდა ოჯახის მარჩენალი და დედიკო სულ იმას გაიძახოდა, რომ თავს მიხედე, ხილი ჭამე, ბოსტნეული ჭამე, ვიტამინები მიიღე, ექიმთან წადი, გამოკვლევები ჩაიტარე, სულ მაგას მიჩიჩინებდა, მაგრამ მარტო მე ვერ ვახერხებდი რა. ანუ ზოგადად ეხა ექიმებში რომ დადიხარ, თან ზოგი ისეთია, რომ გნახავს მარტო ხარ და თან მით უმეტეს ბავშვი ხარ და თან მით უმეტეს რიგი რო უდგას, ხო, ეგრევე ერთ-ორ სიტყვას გეტყვის და გაგისტუმრებს მარტივად რა. და როცა უფროსი გადგას თავზე და რაღაცა ხვდებიან, რომ ყურადღებას გაქცევენ, თვითონაც მეტ პასუხისმგებლობას იღებენ რა საკუთარ თავზე, დამერწმუნებით ამაში. ხო და რავი, მოკლედ ფული მიფრინავს რა თქმა უნდა, მაგრამ ასეა თუ ისეა, ფული ისედაც მიფრინავს. მე მაგალითად ჩემი ხელფასი ისე ანუ ქრება ხოლმე, რომ ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვაკეთებ ისეც მნიშვნელოვანს და ეხა როცა საკუთარ ჯანმრთელობას ეხება ამბავი და მით უმეტეს ესეთ მნიშვნელოვან რაღაცებს და ბავშვობის ტრავმებს, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოვნახეთ დრო, რომ მივაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღება და ძალიან გამიხარდება თუ ამ ჩემს ბავშვობის ტრავმებს, ესე ვთქვათ, ესე თუ ისე მოვაგვარებ და აი ეხა ძალიან ისე უნდა ვთქვა რა, ბავშვობაში ის პატარა ბავშვი, სახელად ბაჩო, რომელსაც არაერთხელ უტირია და არაერთხელ უთქვამს მსგავსი რაღაც, რომ ღმერთო რატო გამაჩინე მაინც და მაინც მე ესეთი განსხვავებული. ანუ ბავშვი ვიყავი, ბავშვებისგან ძალიან ხშირად ვიღებდი დამცინავ კომპლიმენტებს,
დამცინავ შემოხედვებს და რა თქმა უნდა მე თვითონაც ვერ ვიაზრებდი რომ ეს ყველაფერი იყო ჩემთვის ჩვეულებრივი და ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს და შესაბამისად ძალიან ბევრჯერ მართალია სხვებს არ ვაჩვენებდი რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მიტირია და ძალიან ბევრჯერ მithქვამს ეგეთი სიტყვები, რომ ღმერთო მაინც და მაინც მე რატო გამაჩინე ესეთი განსხვავებული და მაინც მე რატო ვარ ესეთი მახინჯი თქო და რაღაცა და დღეს უკვე როდესაც გავიზარდე და როდესაც ჩამოვყალიბდი და ესე თუ ისე დამოუკიდებელი პიროვნება გავხდი, დღეს ჩემთვის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ჩვეულებრივი ამბავი. პირიქით ძალიან დიდი მადლობელი ვარ ღმერთით, რომ ესეთ კარგ ოჯახში, კარგ გარემოში, კარგ ქვეყანაში მოვხდი და რაც მთავარია ღმერთმა ხელფეხი მაჩუქა, ტვინი მაჩუქა, აზროვნების უნარი მომცა და სხვა ყველაფერს ეშველება რა. გარეგნული სილამაზე დიდად არაფერს არ ნიშნავს, თუმცა აი უბრალოდ ძალიან კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ამ ყველაფერს ესე ვთქვათ ეშველება და ეხა რაც არ უნდა ვთქვათ ცხვირის ოპერაცია რო გავიკეთო, აუცილებლად გავიკეთებ. რაც არ უნდა კარგი იყოს თქვათ შედეგი, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ თავიდან საწყის ეტაპზე დიდად არ მომეწონება, მაგრამ მერე შევეგუები რა. ანუ ეხა სათვალეზეც მაგალითად სათვალეს მე არასდროს არ ვატარებდი, არც ზაფხულობით მზის სათვალე არასდროს არ მეკეთა, იმიტომ რომ არანაირი ზომის და არანაირი ფორმის სათვალე არ მიხდებოდა ცხვირის და თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე რა, რადგანაც ეს ცხვირი იყო გადახრილი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სათვალე არ მიხდებოდა და არასდროს არ ვატარებდი და ეხლაც ეს სათვალე, ამ სათვალის ტარება რომ მომიწიათ, ცოტა ჩემთვის ესეც დისკომფორტი იყო. მაგრამ ეხლა ისე შევეჩვიე მართლა, რომ ძალიან მომწონს, პირველ რიგში ძალიან მომწონს საკუთარი თავი. შეიძლება ეხა კი ვიღაცა უცხომ გამვლელმა რომ შემომხედოს, შეიძლება ერთი ნახვით არ მოეწონოს, მაგრამ ბოდიშით და სუფეხებზე მკიდია, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს და ძალიან შემიყვარდა უკვე საკუთარი თავი სათვალეში და სათვალე რო არ მიკეთია, რაღაცნაირად უკვე ვერ ვარ კარგად. მაგრამ სამსახურში მუშაობის დროს ვიხსნი ხოლმე, იმიტომ რომ რავი რო არ დაზიანდეს, რამეს რო არ მივარტყან რაღაცა, ისედაც ზოგადად სახლშიც ეხა ოთახში თუ არ და რაღაცა სახლშიც არ მიკეთია დიდად. პირველი 2 დღე არ მეკეთა ხოლმე სახლში, ოთახში როცა ვიყავი, იმიტომ რომ არ ვიყავი შეგუებული და ეხა თითქმის სულ მიკეთია, მაგრამ მაინც როგორც ესეთი სახლში არ არის საჭირო, იმიტომ რომ ეს არის უფრო შორს მხედველობისთვის, ანუ ტელეფონშიც არ ვარ ახლოს რომ მიჭირავს ტელეფონი, სათვალე რომ მოვიხსნა, ისედაც მშვენივრად ვხედავ, მაგრამ შორს არის სასწაული. ანუ მართლა მეტროში ელემენტარული დროს ვერ ვხედავდი საკუთარი თვალებით, რომ გამეგო ვთქვათ რამდენ წუთში მოვიდოდა. და ეხა ყველა წარწერებს ვკითხულობ და ყველაფერს კარგად ვხედავ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მოკლედ დავლაგდებით, ეხა ისეთი სიტუაცია მაღაზიებში კი იცით, რომ კადრი ჭირს, სპარში ძალიან ცოტა თანამშრომლები ვართ და მე რო შვებულებაში ვიყავი და ჩემს შემცვლელს მოუწია დილიდან საღამომდე მუშაობა, მე რო შვებულებიდან დავბრუნდი, ეხლა თვითონ წავიდა, თვითონაც თავის ამბებშია და შესაბამისად ეხლა მე უნდა ვიმუშაო ეს პერიოდი დილიდან საღამომდე. ასე რომ ჯერჯერობით მინიმუმ 1 კვირა ვერ მოვიცლი
და დაახლოებით 1 კვირის შემდეგ უკვე სტომატოლოგთანაც მივალთ, ბრეკეტის ამბავსაც გავარკვევთ, ჯერ ბრეკეტებს გავიკეთებ და სავარაუდოდ, რა ვიცი, როგორც შევთანხმდით, ცხვირის ოპერაციას გავიკეთებ გაზაფხულის პერიოდში, ალბათ, იმიტომ რომ ზამთარში გაციება უფრო ხშირია და ოდნავაც რო გაციუდეო, ძალიან რთულიაო ოპერაცია გაკეთებულზე გაციება. და ჯობიაო გაზაფხულის პერიოდში. თან ეხა შვებულება ისედაც უკვე ვიყავი 1 კვირა და უცებ ხო ვერ ავიღებ შვებულებას და გაზაფხულზე რაღაცა მოხერხდება რა, 1 კვირიან შვებულებასაც ავიღებ ფასიანს და რავი, 1 კვირა თუ არ მეყოფა, ანუ ეხა 1 კვირაში ეგრევე სამსახურში ვერ გავარდები. ხო და რავი, ბიულეტენსაც ალბათ გამომიწერენ და 1-10 დღე მაინც ვერ ვიმუშავებ. წავედი ახლა მოკლედ ძალიან გამეწელა და რავი, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილი ვარ, უღრმესი მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის, სათვალე გიხდებაო და სხვათა შორის ძალიან ბევრმა ნათესავმა და მეგობარმა და რავი, ყველასგან ძალიან კარგი კომპლიმენტები წამოვიდა, ესე ვთქვათ და ყველას მოეწონა სათვალე და ეხა მეძახიან რას იცით? ადვოკატი კი არა და ხო რა. ანუ ადვოკატი ხარო თუ რაღაცას მეუბნებიან სათვალეში, ვაფშე სულ სხვა ხარო და ძალიან მიხარია. აბა, დროებით ბედნიერ ღამეს ან დღეს, რა ვიცი, გისურვებთ ყველას და თავს მიხედეთ ხალხო, მართლა უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და დანარჩენს ყველაფერს ეშველება რა, თავს მიხედეთ აუცილებლად და მეც ახლა იმდენად დიდი მოტივაცია მაქვს, რომ თან ეხა დასვენებული ვარ სოფელში რო ვიყავი, დავდგები სოფელში ყოფნის და ზოგადად როცა დასვენებული ხარ და როცა გამოძინებული ხარ, მოტივაცია მეტი გაქვს და ძალიან ბევრი რამის კეთების სურვილი გიჩნდება და როცა დაღლილი ხარ, ისედაც ვერაფერზე ვერ აზროვნებ, მაგრამ ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს მოკლედ, რომ საკუთარ თავს მივხედო და ცოტა ჯანმრთელობის მხრივ, ესე ვთქვათ, წინ წავიდე და თან ის ოცნება, რაც ამ ეტაპზე გამაჩნია, ყველაზე მეტად რისი გაკეთებაც ძალიან მინდა, მაგ ოცნების ასახდენადაც აუცილებელია ძალიან კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ძალიან ბევრი შრომაა საჭირო და მე თუ მართლა მინდა, აუცილებლად ვიზავ, აუცილებლად მივაღწევ და თქვენც გირჩევთ, რომ არ დანებდეთ და ესე ვთქვათ, არ თქვათ საკუთარ ოცნებებზე უარი რა. ყველანაირად ეცადეთ, რომ საკუთარ ოცნებებზე არ თქვათ უარი და არ ჩაახშოთ, ესე ვთქვათ. თორე, რა ვიცი, წლების შემდეგ ინანებთ, რომ ის არ გააკეთეთ, რისი გაკეთებაც გინდოდათ. წავედი ხა, ძალიან გამეწელა, კოცნით.